გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს. გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ. მე ჰიტავარ და მე 160 IQ. მე 160 IQ. ალბათ კითხვა დაგებადათ, რატომ დაჭირდა ხალხის მოტყუება თავისი IQ-ის შესახებ. ვინც თეატრს უყურებდით, გეცოდნევა ჩემი უზადო ნიჭისა დეტექტიულ ჟურნალისტიკურ სფეროში. ნუ ფორმე თუ ვიმსჯელებთ, ორი აზრი მაქვს. ან კაცი, ან ტრანსი. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ ახერხებდა ამდენი საქმის ერთად კეთებას, ერთდროულად მაფიის გუნდის გაწვრთნა და თან ჩემთან ერთად გოჭებზე ელაპარაკა. ის შეხვედრის დროს არათუ მე ჰიტავარ და 160 IQ მაქვს იძახდა, არამედ მე ჰიტავარ და მე გოჭები მიყვარს. წარმოთქვამდა და ეს ძალიან უცნაური იყო. ამიტომ მე გამომძიებელი და ჟურნალისტი სერ ბიტრაბანა ამ კითხვას ფარდასავხდი და გაჩვენებთ თუ რა იმალება მის მატყუარა და ბოროტ სახის უკან. მოქალაქე D100 ისტორია ბევრად ადრე იწყება. 2018 წელს მანამ სანამ ის გადაწყვეტა რომ YouTube-ზე შემოსულიყო, მან გადაწყვეტა თავისი ბოროტის ზრახვებით შეეფუთა მისი პიროვნება ტყუილით, რომელიც იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ხალხში ისტერიული ინტერესი გაჩენილიყო. აქვს თუ არა მას მართლა ამხელა. მან ეს როგორც ჩემი წყარო იუწყება, ერთ წლით ადრე 2017 წელს დაიწყო. დაიწყო გეგმის შემუშავება სხვენში, სადაც არავის გაეღო აქამდე. მე როგორც გავიგეთ, თქვენ ხართ ის პირი, რომელიც ამ ფაქტს შეესწრო. ნამდვილად დაინახეთ ის, რასაც აღწერთ. ბოზიშვილი ვიყო, ასე იყო. გასაგებია, მადლობა ძალიან დიდი. თბილისში ჩამოსვლამდე ის ქუთაისში ცხოვრობდა. არც ერთ იქ ცხოვრებ მაცხოვრებელს არ გაუჩნდებოდა სურვილი რომ თბილისში ჩამოსულიყო. მაგრამ მოქალაქე D-A ქუთაისში დარჩენის სურვილმაც კი ვერ ძლია. იმდენად ბოროტული ძრახვები ამოძრავებდა და აქედან იწყება მისი ისტორია. ის არასდროს არ ყოფილა ჰაიფში, მაგრამ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით ის ზალდატანებით აიძულებდა მის გამომწერებს რომ მისი კონტენტი ეყურებინათ. მე კი ექსკლუზიური კადრები მაქვს, სადაც დაზარალებული ამას აღიარებს. ზუსტად რომ ამიღწეროთ, რა ხდებოდა ზუსტად ადგილზე? კი, მოკლედ, პიროვნება, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, პატიჟებდა ხოლმე თავის სახლში და იქ ძალით მაყურებინებდა ხოლმე თავის ვიდეოებს. და ნუ რო ფიქრობდა, რომ ეს ვიდეოები სასაცილო იყო და უნდა გამცინებოდა, მაგრამ მე არ მეცინებოდა ხოლმე. აი ესე მიღიტინებდა და ნუ აი ესე ძალადობდა ხოლმე ჩემზე რა. ერთი სიტყვით რო ვთქვათ. გასაგებია, უღრმესი მადლობა ამ გამბედაობისთვის, რაც ახლა შინ გამოიჩინე და მე გარანტიას გაძლევ იმისა, რომ კონფიდენციალური დარჩება თქვენი ვინაობა და დედამიწის ზურგზე ვერც ერთი სულიერი ვერ გაიგებს თქვენ შესახებ. კი, არ მინდა რა, ეხლა ჩვენ მაინც მეგობრები ვართ და რომ გამოვჩდე. მესმის კუბოში. კი ბატონო, კუბოში შემიძლია ჩავიტანო ეს ინფორმაცია. მადლობა თქვენ, დაგებშიდობებით ახლა. კარგით აბა. მან 2019 წელს უდიდესი კოლაბორაცია მოაწყო YouTube სივრცეში და ამით საფუძველი დაუდო მან კოლაბორაციებს. კოლაბორაციის იდეა იმდენად მიმზიდველად ჟღერდა, რომ სხვა YouTuber-მა ვიღაც საეჭვო კაცმა მიითვისა და ამით საკუთარ თავი უმაღლეს ეშელონებში აწია. მაგრამ ეს საეჭვო კაცისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და იქიდან დაიწყო ხალხის დაცინვა, განა რა არის ეს თუ არა ბოროტება. და განა რა არის ეს თუ არა ჰიტას ძრახვების შედეგი. იყო თუ არა ჰიტას მიზანი ვიღაც საეჭვოს მოხოდვა. კითხვა ამაში მდგომარეობს. არსებობს მოსაზრება, რომ საეჭვო კაცის უკან ზუსტადაც რომ ჰიტა დგას და რომ მას მიზნად მთელი YouTube სივრცის ჩათრევა სურს. გვირგვინისთვის ბრძოლა თუ უბრალოდ ახიერება, ხარება თუ გოგია, იწილო თუ ბიწილო, she her თუ he him, ნამდვილი პასპორტი თუ ჩვენ რომ ვიცით ის. მან შეიმუშავა ხერხი, რითაც ის მასონებთან დაანყარებდა პირდაპირ კავშირს. რამდენადაც მოულოდნელი არ უნდა იყოს, მისი ეს აღნიშვნა 2 წლის წინ დაიწყო, რითაც იგი მასონებს ანიშნებს, რომ უკვე დრო. მან სისრულეში დაიწყო მისი ბოროტული ძრახვების მოყვანა თავისი მიზნების მისაღწევად. რის შემდეგაც ის უკვე უმაღლეს მწვერვალზე იწყებს ასვლას. მაშინ, როდესაც მერამ თვალიშვილი ჩამოვიდა, ჰიტამ რაღაცნაირად შეძლო მასთან კვეთაში მოსვლა. ჰიტამ ფოტოს გადაღებისას ზუსტად ის ფიგურა აღმართა, რითაც ის მასონებს ეკონტაქტებოდა. დაუგზავნა რა? შეტყობინება მერაბ თვალიშვილის
შემდგომი წარმატების მიღწევის. კონკრეტული რომ იყო უფრო მერაბ დვალიშვილის გამარჯვების უკანას ჰიტად დგას, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს გლობალური ომის პარტიის წევრ პირებთან. შედეგმაც არ დააყოვნა, მერაბი ხდება ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში. რის შემდეგაც ჰიტა მის მიღწეულ მიზნებში ერთ პტიჩკას სვავს. ამის შემდეგ უკვე მაფიის ფინალი მოდის. მან მზაკრულად დაგეგმა ვიღაც Oli G-სთან ერთად გამარჯვება. სადაც ინტერვიუშივე დარწმუნებით იცახის. MVP-ობას კი არ უმიზნებ, MVP-ობა მიმიზნებს მე. დიდი ალბათობით ფინალში ისე მოხდები. კითხვა რადგან იყო ამაზე? MVP-ობას მე არ უმიზნებ. MVP-ობა მიმიზნებს მე. რატო? რისთვის? ან საიდან იცოდა, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდება? თუ არა ის კავშირები, რომელსაც ის ფობს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰიტას დანაშაული არ არის და ვიღაცა გაიძველა Oli G მას ამ წარმატებაში ეხმარებოდა. რა მიზნები ამოძრავებს მას? ამას აუცილებლად გავარკვევთ. შედეგმაც არ დააყონა და მას ეს გამარჯვება აურაცხელი რაოდენობის სპონსორებით დაუგენერირდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ის გახდა ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე ანაზღაურებადი იუთუბერი, რომელსაც არც ყველაზე მეტი გამომწერი ყოლია და არც ყველაზე მეტი ნახვა არ ვთავაზ. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ მის უკან დგას პიროვნება, ბურუსით სავსე, რომელსაც ის სრულდობას უცხადებს. თუ გახსოვთ, დასაწყისში გოჭების შესახებ რომ თქვი. ირკვევა რომ ამ პიროვნებას თურმე სინამდვილეში სამი პიროვნება აერთიანებს. ამიტომ ახერხებდა ამდენი რამის ერთდროულად კეთებას. ამიტომ საუბრობდა ამდენს ამ გოჭებზე. ჰიტა, ჰიჰი, ტატა, ანუ ნიფნიფი, ნაფნაფი და ნუფნუფი. ამის თქმას ცდილობდა ჰიტა სინამდვილეში გოჭებზე საუბრით. ამას მიმანიშნებდა რომ მას თურმე სამი პიროვნება აერთიანებს. მე თუ გადავრჩი, ვიცოდეთ რომ ყველას გამოააშკარავებ, ისევე როგორც ამ სამი შემთხვევაში ეს შევძელი. მაგრამ თუ არ გამოვშდი ამ ვიდეოს შემდეგ, იცოდე ხომ ეს ან ჰიჰის, ან ტატას, ან ჰიტას ბრალია.